იცი, რომ გაღვიძებისთანავე სტრესის ჰორმონების გამოყოფას ვიწყებთ. ხო და ნეირომეცნიერები სტრესის შემსუბუქების 2 წუთიან ვარჯიშს გვაცნობენ. როცა გაიღვიძებთ 2-3 წუთი ლოგინზე დაჯექით და თქვენს სუნთქვას დააგვირდით. ხოლო როცა არასასიამოვნო ფიქრები წამოვა, გაუშვით და თქვენს სუნთქვაზე ფოკუსირდით. წინასწარ ფიქრი თუ როგორი დღე გვექნება, ჩვენში საპასუხო ბრძოლისა და დანებების ინსტინქტს ააქტიურებს, რაც სისხლში კორტიზოლის გამოყოფას იწვევს. ამ დილის სტრესთან გამკლავება კი მეცნიერებს შემდეგნაირად წარმოუდგენიათ. შესაძლოა გონება מחვილობის, ანუ mindfulness-ის სახელით ცნობილ ფსიქოლოგიურ ტექნიკაზე, მედიტაციის ერთ-ერთ ტიპზე უკვე ბევრი რამ გაგიგიათ, მაგრამ მოდით უფრო პრაქტიკული რჩევები განვიხილოთ. იმის ნაცვლად, რომ გონებას აჩქარების საშუალება მისცეთ, ექსპერტები გირჩევენ ნელა და ღრმად ისუნთქოთ ისე, რომ ფილტვებში ჰაერის ნაკადი იგრძნოთ. დააგვირდეთ თქვენს ირგვლივ არსებულ ხედებსა და ხმებს. მაგალითად, როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები, ან როგორ იცვლის ცა ფერს დღის მანძილზე. გააცნობიერეთ იმედგაცრუებისა და სიფრაზის შეგრძნებებიც, რომლებიც წინა დღემ დაგიტოვათ, ოღონდ განსჯის გარეშე. შემდგომ კი თქვენი ყურადღება კვლავ სუნთქვისა და გარემოსკენ მიმართეთ. ასე დილის სტრესაც შეამსუბუქებთ და თუნ დღესაც მარტივად გაუმკლავდებით. ამ სფეროს მკვლევრების თანახმად, ეს ტექნიკა 2 მნიშვნელოვან უნარს ავითარებს: ფოკუსირებისა და გაცნობიერების. პირველი კონკრეტულ მომენტებზე კონცენტრირებაში გვეხმარება, მეორე კი არასასურველი საკითხების ამოცნობასა და მათგან გათავისუფლებაში. ხოლო ეს 2 ერთად კაფეო გონებას გვიყალიბებს. მრავალ ამოცანაზე ფოკუსირების, შეტყობინებებზე ან ჭორიკანან კოლეგებზე ფიქრის ნაცვლად საკუთარ საქმეზე კონცენტრირდები. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.